ბატონო ამრიდონ. ახლა რა თემაზე მუშაობთ? ახალ წიგნზე მუშაობთ, ხო, როგორც ვიცი. ახლა მუშაობ ახალ წიგნზე. რომელიც ეხება უშუალოდ აფხაზეთში მიმდინარე ომის თემას. აფხაზეთში მიმდინარე ომის თემა არის მრავალმხრივი, ძალიან წახნაგოვანი და მე როგორც შუაგულში ამა პრობლემების მდგომი ადამიანი უშუალოდ ხელმძღვანელობდი გაგრის წაცემის შემდეგ სოკუდაუთის რაინის სოფელო თხარის მოსახლეობის გამოყვანას ბლოკადიდან არჩეული ვიყავი სოფლის მოსახლეობის მიერ დიდი თხოვნით რომ მე ხელმძღვანელე და რა თქმა უნდა მე უარი არ გამიცხადებია ვინაიდან ეს ჩემი ვალდებულება იყო არადა ძალიან დაგუჭირდებოდა ცოცხლად გამოსვლა იქიდან მიუხედავად ამისა ახლა წინასწარ არ უნდა მეთქვა დოკუმენტური მასალა როგორც 17 ადამიანი დამხურდესი გამოყრილმა ბანდფორმირებები შედიოდნენ დაწყებული რუსეთის ცალკეულად შორეული რეგიონებიდან მობილიზებული ბოიევიკების სახით დაქირავებული ბანდფორმირებები საზღვარი არ ჰქონდა იმათ თვითნებობას აბა მოსალოდნელი რა იყო იმათგან გარდა სიძულვილის, გარდა ადამიანთა ხოსვის, გარდა ძარცვის და რომ ისინი ფულზე იყვნენ დამოკიდებული აფხაზთა მხრიდან რუსეთის მებრძოლ იმპერიის ზრახვების შესასრულებლად საქართველოს მიწა-წყალს და კერძოდ აფხაზეთში. როგორც მოგახსენეთ, 17 კაცი ყველა ახალგაზრდა ვაჟკაცები დამეხურიდეს ცალ-ცალკე მიეპარებოდნენ ოჯახებში ან და ქუჩაში დახვდებოდნენ ოდაკალავდნენ. სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, უნდა პოლიტიკური გზით გადამეწყვიტა შექმნილი მდგომარეობა სოფელ ოთხარის მოსახლეობის სოცხად გადარჩენისათვის ამისათვის შეუმუშავე პოლიტიკური დოქტრინა ჩავაყალიბე კომიტეტი 8 კაცის შემადგენლობით და ამ დოქტრინის დოქტრინა ითვალისწინებდა უშუალოდ აფხაზეთის იმ დროინდელ ხელისუფლებასთან უშუალო კავშირის დამყარებას მიუხედავად იმისა რომ ყველა მიცნობდნენ ისინი მე და ამავე დროს მეც ყველას ვიცნობდი ეს ძირითადად ის ხალხი იყო ვინც წარმოებების ხელმძღვანელობდნენ დაწყებული რაიკომის საპარატიდან დაწყებული დამთავრებული ტელევიზიით და პრესით ამისათვის მე ჩამოვწერე უფლებები რისი უფლებას ჰქონდა ჩვენ აი კომიტეტის წევრ შემადგენლობას და როდის უნდა მიგომართა უკანასკნელი საშუალებისათვის იმ შემთხვევაში თუკი მაინც და მაინც არ აქვს ხოსვა ჟლეტა ბოიევიკებისა და რუსების მეშვეობით
აფხაზთა მხრიდან. ონუ ეს აღწერილი მაქვს. დათარიღებული მაქვს. ამ წიგნში მე ახლა ვრცელი მოხილვას ვერ გავაკეთებ. იმიტომ რომ ამისათვის დოკუმენტურად უნდა იცოდეთ რაც წერია იქ ჯერ. მთელი ამბავი და რაც დავწერე ეს კიდე მონახაზია. რაც ეგ მთელი ამბავი და ამას კარგად იცით უნდა მიეცეს ისტორიულად ხატრული ლიტერატურული სახე როგორც ისტორიულ მოვლენას ბოლოს და ბოლოს შევძელი ეს შევხვდი უშუალოდ ანქვაბის უკვე გადამდგარი აფხაზეთის პრეზიდენტის მეშვეობით აფხაზთა მიერ დაარსებულ როგორც ასეთი ახალი ხელისუფლების ხელმძღვანელობას შარაკებული ძალების სარდლებასთან ერთად და კუდაუთაში ჩემი უშუალოდ ხელმძღვანელობით ჩაყვანილი მყავდა 3 ადამიანი 2 ადამიანი ესენი არიან კრიშანი ჟარაძე ცხონებული შაქრო ვაჩილიანი ცხონებული აცგანისვენებენ ძალიან ბაუცოცხალი არ არიან საბედროდ და იმათ დანდასწრებით ელაპარაკე მე ადმინისტრაციის უფროს იეზეჩბას ოზგანს და სხვებს იქ რუსეთის მთელი საჯარისო ფორმირების წარმოადგენლები იყვნენ ის გენერლები იყვნენ პოლკოვნიკები იყვნენ და მთელი ამბავი და თან აფხაზური მხარის სამხედრო ხო და ერთ სიტყვით მე ვთხოვე რომ აღნიშნე ჩემთან შემოდის თითქმის რეგულარულად წითელი ჯვარი წითელ ჯვარს გადავეცი შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია დავთხოვე რომ სოხუმში არა მთელ სოფლიოსათვის ევცნოთ იმ შემთხვევაში რომ თუკი გენოციდს ექნებოდა ადგილი მასობრივი ხალხის მასობრივი ხოსვაჟლეთის საკითხთან დაკავშირებით. აი ეს მე პირდაპირ ვაცნობე აი იმ შეხვედრაზე აფხაზეთის იმ დროიდან ხელისუფლებას რომელსაც არძნებას გარდა ყველა ისწრებოდა. ერთ სიტყვით მე ვითხოვდი გაიხსნათ მწვანე კორიდორი სოხუმში, მაშინ სოხუმი ცოცხალი იყო. გაიხსნათ რომ სოხუმში ჩავსულიყავი იქიდან აფხაზურ მოსახლეობას. ხო, იმ შემთხვევაში თუკი ჩვენი განადგურება არის ოთხარის მოსახლეობის გადაწყვეტილებაში ამ შემთხვევაში მე აღწერილი მაქვს რამ სულადობით რამდენი ბავშვია ოთხარაში რამდენი მოხუცია რამდენი ავადმყოფია რამდენი მთელი ამბავი და რამდენი ოჯახია ამის მიხედვით ეს გადაცემული მაქვს მე უკვე სოხუმში ბატონო წითელი ჯვრის მეშვეობით თუკი თქვენ მწვანე კორიდორს არ გამიხსნით ამ შემთხვევაში კი არ გემოქრებით მაგრამ გეუბნები სიმართლეს რომ იქიდან არც ერთი აფხაზი ცოცხალი არ გამვა იმიტომ რომ იქ უკვე ჩვენი ესე იგი ქართული მთელი სამხედრო შენაერთები არის თხოვე კავშირი სოხუმთან საშუალება მიეცეთ კავშირი დამყარებია სოხუმთან ჩამომეძახა ტელეფონით აკაკი გასვიანი და მომეხსენებია შექმნილი ვითარება ამაზე დამთავრდნენ და აუცილებლად გადავხედავთ მაგრამ იმედი არ აგვაქვს ჩვენო
ეს უკვე ოსგანის სიტყვებია რომ თქვენ იქ ვერაფერს ვერ შეძლებთ ვერც აფხაზურ მოსახლეობას გამოიყვანთ აქ მთელი ამბავი და ვერც იმიტომ რომ ქართული მხარე არ გცნობენ თქვენ ეს თქვენი საკითხი არ არის გადასაწყვეტია ჩემი მე რუსულად ასე უთხრა ლბომ სტენო პრავიო ნო ჩემცაც მივაღწევ ერთ სიტყვით ეს განხილვაზე დააყენეს საკითხი დამთხოვე მითხრეს რომ ერთი კვირის მერე პასუხი შემატყობინებენ გავიდა ერთი კვირა გავიდა მეორე კვირა არ არის მერე ჩამოვიდი მე ესე იგი ვთხოვეს საბჭოს თავმჯდომარეს ის ადმინისტრაციას რომ ესე იგი ჩავიყვანე გუდაუთაში დიდი ისინი იმათაც ეშინოდათ ამის შემდეგ ჩამოვედით გუდაუთაში და პირდაპირ ვედი ალექსანდრე მაშინ ძალიან ხელს მიწვევდა მერე პრეზიდენტი გახდა აფხაზეთის ანკაბი ალექსანდრე ანკაბთან და შევედი იქ პოლიციის შენობასთან შორი ახლო მანქანა გაჩერდა მევედი და იმას ვახტიარს უთხარი გამაჩერა ვინა ხართუდა მე უთხარი მე ალექსანდრე ანკაბთან ვარ მეთქი უთხარი აქ თქოთ გამატარა ავედი ზევი რას ნახაი იქ მეორე სართულზე სალარო ეწერა სალარო წინანა ხალები შევხედავი ყველა ესეთ სხვადასხვა ჯულის ეს თურქმანი იქნებოდა მეორე მესამე თურმესენი ყველა სნაიპერები და იქ გადიოდნენ ერთ-ერთი დაღრიცხვას და საბუთებსობლო შესვლა ჩემი არის შეღება იქ ანკაბთან და დამინახა ადგა ხელად და გამოვიდა მკლავში კლავი გამიკეთა და მეუბნება ты что с ума сошел хочешь чтобы нас вместе с тобой расстреляли куда ты куда я же тебе сказал что ждите ответа кайда камиоқана да се давшордит через неделю решит с этого вопрос положительного მერე თვითონ გამაცილა აეროპორტზე თელიანვა ეს დიდი მოყოლებული მაგას დიდი ციგნია და ახლა უცბად ამის ისა დეტალებში განხილვას შორს აგოყვანს და ჩამოვიდით მერე სოხუმში და სოხუმში შევხვდი მაშინ აფხაზეთის სამხედრო მინისტრად მუშაობდა გოგა ხაინდრავა გოგასთან მივედით ის დარჩაზე იყო რომ მოვიდა ხაზიდან უთხარი ასეთი ვითარება ხო შემხვდით თქვენ მეთქი უთხარი უცი მანამდე გამოსული იყავი ასტები რო დახტა მეთქი უთხარი მოგახსენე და ახლა ვითარება ხო ჩამოვედი ახლა რომ ესე იგი ის ხარი ისახის რომ წინააღმდეგი არიან აიმ შემუშავებული ჩემი დოქტრინით რაც ესე მაქვს გამოკვეთილი რომ გაცვლა მოხდეს სოხუმში მოსახლე იგივე პეთქმნილი იყვნენ აფხაზეთის მოსახლეობა და სალურ მოსახლეობაზე გასვლის თაობაზე აი ეს იყო და ეს და კაიგის და ეს ხოგა რატომ კაცო
მაშინ მეთქი უთხარი თბილისს აცნობეთ რომ ასეთ რაღაცებს შეშვან. შეშვან იმას რომ უგველელყოფა არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლეზე ნადირობა და იქ რაც ხდებოდა ახლა ფაქტიურად ომში ყველამდე ჩამჯდარი იყო ჩვენი მოსახლეობა მთელი ამბავი იქ გაგრის მოვლენები მარტო ჩემ ბატონო ფეხბურთი ითამაშეს ქართველის მოჭრილი თავებით გაგრის დაცემის ხდება ეს ყველაფერი და ჩვენ ლოკატაში აღმოჩნდით 4 ხალის მოსახლეობა ყველა გზა ჩახერგილი იყო ჩაკეტილი იყო ყარაულების ქვეშ დავიწყეს ეს არის რელატ ეს არის მთელი ამბავი ეს არის სოციალური მოწმეება გამე მახსოვს მანქანაში აგერ ბრევიკები გირგვენდები მანქანაში ვიძე ვიყავი მიდამალული რაღაცა გადაფარებული რომ ეს იგი თვითონ აფხაზები მეხმარებოდნენ ერთ-ერთი სპონსორი ურთაზი ერქვა ხალდანი იმას ვეძებდის თუ სადახურდეს დამწელიან ბარე დამბეგი სეგნალელი მოდენატორი დანის მერაბარი და აი გოევიკები ირგვლივ მანქანის ირგვლივ დადიოდნენ როგაეღო კარი და რაღაცა ძალიან პარიგა იკვეთები მაცხლავდნენ და რომ ესე იგი ამომეყვანა ეს კუდარი იქიდან ხრილიდან სადაც ჩამალყული იყო ნუ ეს დეტალები ბევრი ასეთ დეტალი მაგრამ ახლა ყველა სოვერ გავიხსენებ კი არა ყველა მახსოვს მაგრამ ყველა დაწერილი მაგცინში და ახლა წინასწარ რომელი ერთი მე ბოლოს ფინალი მაინტერესებს როგორ მოხდა ყველა ეს იყო რომ ესე იგი ბოლო და ბოლოში შევძელი ის რომ ესე იგი დათანხმდა აფხაზური მხარე მოვილაპარაკეთ სოხუმში მე გაუკეთებდი ჩემბეთერ აფხაზური მოსახლეობის კი ბატონო ბატონო და იქიდან იმათ გამოუშვებდი და აქიდან ესენი ჩამოიყვანდნენ 4 ხალის მოსახლეობას. ეს მეორე გამოსვლა იყო სოხუმში. და შედგა გაცვლა. აი ასე გადავარჩინა 4 ხალის მოსახლეობა და იქით აფხაზური მოსახლეობა სოხუმში ვიძებდნენ. გაცვლის პროცესი აქ გაცვლა ხდებოდა მარტო ცოცხალ ადამიანებს შორის თუ გარდა ამის ცოცხალ ადამიანებს შორის ვინც იქ მომიკლეს ისინი ყველა იქ დაუმარხეს ადგილზე თავიანთ ყველა გაპატიოსნებული და მთელი ამბავი სათანადო მთელი ამბით ესე იგი როგორც ჯოვაგ მხოლოდ ერთი დღის მონაკვეთში ისე დიდი მოსახლეობა იყო ამ სოფელში 420 ოჯახი და იყვნენ ესე იგი როგორც აფხაზები ასევე იყვნენ ქართველები ბრძანდებოდნენ ძალიან ახლო ვიყავით ჩვენ ეს ძირითადად სვანური მოსახლეობა იყო და სვანური მოსახლეობა ადრევე ცხოვრობდით მანდ 50-იანი 51 წლებიდან აფხაზები ძახდნენ იაგორი ერქვა მამა ჩემს Ягор, я вам скажу, что вы нам прежде место жительства ваших предков вернулись с вами сюда. Ძალიან კარგი გამოგებება ჰქონდა ერთმანეთში. ხინი იქნებოდა, თოჭირი იქნებოდა, თანადგომა ჰქონდა ყველაფერი. მე ამათმა აურიეს ყველაფერი და მიზეზს მაგ მექნა მინიშნებული. რატომ ისთვის როგორ ვის და რატომ ვის ჭირდებოდა ეს? თან ნერულობ თელემბავი და როდინდელ და ყველა მაგ შენახლა აქ ხარ და გიჩვენებდი იმას ძველი ოქმები როგორ მაგ დაწერილი და ყველაფერი. მაგრამ ახლა ის საცეგნი მასალებია. ესე იგი ცოცხალ დოკუმენტური კადრი, ცოცხალ დოკუმენტური ნარკვევი. თუ გინდა შევიდეთ და გაჩვენ.
გამიშენებლობაზე დავყავი 5 წელიწადი. გამიშენებლობაზე რომ გაგაგზავნეს, რამდენი წლის ბრძანდებოდეთ? რა, დამთავრებული მქონდა მე უმაღლესი. მე ადრე შევედი, ადრე უმაღლესი ფეხი შევდი 10 წლის წინანდელი ის მქონდა დამთავრებული საშუალო სკოლა. 57-ში დამთავრდა საშუალო. და 10 წლის მერე 10 ინსტიტუტი. წლის მერე მოვეწყე ინსტიტუტში და დავამთავრე 62-ში. ინსტიტუტი სად სოხუმში? სოხუმში. პედაგოგიური პედაგოგიური, გორკის სახელობის ინსტიტუტი. და მუშაობდით მასწავლებლად? მუშაობდი, არა, მასწავლებლად არის. ჯერ სოფელში ცოტა ხანში ყაიმერები თვითონ გადავედი სოხუმში. აი იქ მუშაობდი რედაქციაში ცენტრალურ გაზეთში აგვაყენებდი მთელს იმას და კულტურის ამბავთან დაკავშირებით იქნებოდა მწერლობის ამბავთან დაკავშირებით ეს და მანამდე ვიდრე რედაქციაში გადავიდოდი სწავლის პერიოდში მე საღამო დასწრებული დავამთავრე. და უმცროს ინჟინერად მუშაობდი კურორტში, აფხაზ კურორტში. და იმის მერე რედაქციაში გადავედი. იქიდან გამოგზავნეს ბამიშენებლობაზე. სოფელში მთხოვეს დირექტორი იყო რიკვა ამერტაცონეს კოკოსკერია. აფხაზი მანთხოვა ისტორიის მასწავლებელი რა ყავსო და მოდი იმის ჩავერდა. და თხოვნის დავყაბალდი. და იმუშავე იქ. მოდენ მეტი არა. რა გადავედი ისე ჩემს იმაზე. ჩემ პროფილით რა. 5 წელიწადი ბამიშენებლობაზე დავყავი ნიაგრუზინსკაიას. ესო გრანდიოზული მშენებლობა მაშინ საერთაშორისო. რას უსურვებთ დღევანდელ საზოგადოებას, დღევანდელ ხელისუფლებას? რას ეთყოდით? ესე კი რაც ამ ქვეყანაზე მიწვეულია რაც მინახავს რაც მინახავს არა ცოტა კი არ მინახავს რაც არ გადავიყრე ჩემ ცხოვრების გზაზე შემოვლილი მაგდარი უსურისთან დაწყებული მთელი ხუთი ქვეყანაში კავშირის როსავთა კავშირის აი მე ჩემი ქვეყანაში ლიმგზავრე პოლონეთი ჩეხია მეორე ესაა დღეს ერთადერთი რა ბოლო და ბოლო აი ხალხს უნდა მიხედო ხალხია წამყვანი ბირთვი სახელმწიფო ხალხია არა ცალკეული პიროვნებები აი ეგიდან ეს საჭიროა რომ უნდა ყავდეს საერთოდ მართველი ძალა მაგრამ ამ მართველმა ძალამ ბოლო და ბოლო სიტყვიერი გამართლებაც უნდა იყოს სიტყვიერი ესე იგი დაუმადლებლად უნდა გამიხედოს ერისკენ ხალხისკენ გაჭირებული ხალხი და დადგეს არა სიტყვი საქმე ჩამოიხედოს ჩვენ სამზარეულოში ხალხის სამზარეულოში რით იკვებება ხალხი პირველ რიგში თუ კი საზრდო არ აიქნება ადამიანს ყველა ადამიანი გადაუდგება საკუთარ თავსაც და თავის წამსაც აი უპირველეს პირველ ნომერი პროგრამა ის უნდა იყოს რომ ხალხთან მივიდეს ახლოს
ჩაეხუტოს ხალხს, აკეთოს ის, რაც ხალხისათვის არის აუცილებელი, გადაუდელებლად უნდა იმუშაოს ამაზე. არა სამარცხვინო არ არის. ჯერ რა გაუკეთებია ვინმეს ისეთი რომ 100,000-ობით და 50,000-ობით იწერენ პრემიებს. რისი პრემია? რა გაუკეთებიათ რომ ესე იგი პრემიას იწერენ 50, 27, 30,000, რის პრემიას? მითხარი კაცო ეს ცოცხალი ადამიანი ხო ხარ რისთვის? რა გააკეთე ჯერ მაჩვენე რომ აი ამან შეძლეს შეუძლებელი საქმე გააკეთა და დადო ამაზე. საქართველოს წინაშე, ხალხის წინაშე დადო ეს საქმე რომ აი ამისათვის. ნობელის პრემიას იქერა. ნობელის პრემია ესე იგი მიენიჭოს ადამიანს ამისათვის. დიდი შრომები უნდა დადოს. ხალხმა უნდა იცოდეს. და ასია მეორეა ეს, მესამეა ეს. რუსთაველის პრემია რო აიღო. იმისათვის რა ერთი წესიერი ლექსია რა აქვს ზოგიერთ დაწერილი. წესიერი მამაშვილური, ეროვნული. მოედებიან რაღაცებს თელიებავი. წიგნი დღეს აი ნამდვილად უწიგნური გახადეს საქართველოს. კი ბატონო, კარგია ენების სწავლება, ინგლისურის, ფრანგულის, მეორე, მაგრამ უპირველეს ყოვლისა არ უნდა დაივიწყო შენი საკუთარი მშობლიური ენა. შენი ხალხი, შენი მწერალი, შენი პოეტი უნდა აღორძინო ეს, ხელი უნდა შეუწყო. არა იმ პოეტებს, რომ გაიზახიან მთელი ამბავი და გინების მეცი არაფერი არ უყრია თავიანთ ლექსებს ნაღვაღაცაში. ის პოეტი და მეორეც პოეტი. აი ესეთი ამბავია ნიჭიერი ხალხი. ნიჭიერი ხალხს არ უნდა გადაუდგეს ხელისუფლება. ნიჭიერი, იმიტომ რომ ნიჭი ისეთი ძალა არის, რომ არ დაკარგავს თავის ძალას და ძლიერებას. მაგრამ სანანებელი მერე ბევრსა გაუხდება, რომ იმისათვის რომ თავის დროზე არ მიაქცია ყურადღება. შეგბატონო მათხოვრულად როგორ უნდა ცხოვრობდეს წერალი, პოეტი, როგორ უნდა ცხოვრობდეს. აგერ აი კრავატი დავდგე, ერთი კრავატი იდგა ახლა. აი და ჩემ გოგომ გამიგზავნა რაღაცებით და დავდგე ახლა ის რესურსზე, ეს ერთი კვირაც არ არის აქ. ერთი ლაჟანკა მქონდა. კულტურის მინისტრი მეგობრად მიასახებდა ჩემს. ამიტომ ჩემი ძმა ვარ, ჩემი გენაცვალე. როდესაც მივმართე მაგას კულტურის მინისტრს, მე ვერ გამაცემდა ივანიშვილთან მისვლას და ვერ აიგაცნო, მაგრამ სულსვაც ხდება იყო მაშინ. ერეკლეს სკოლის მოსწრებად დირექტორად მუშაობდა იქა და მაშინ ესე იგი აი მამას დავაკარგვინებენო ეს საკაშვილი და ისეთ გამიგე. ამისათვის ხელი ავიღე. დელდამა მაგრამ სინდის ნამოსე კერავება ხარ. ერის სიყვარულზე არამნებია. აი ძულებითი ასეთი ამბებია. და დღეს რა მილაგია ციგნები აგერ ძელიებავი. მივდივარ ციგნზე ისე არის ბარებენ 40% უნდა დაადონ. გაიგე სპეციალურად სვის შრომაზე. სვის ნაშრომზე ძელიებავი. ციგნი და ჩაბარო იმას 40% უნდა დაადონ. მერე 40% და შენ გინდა გიჩება 40% დაუშვა ციგნების. სიტყვაზე რა $10 და $10. ესე იგი 40% 60% შენ გიტაი. შენ შრომის შენ ნაღვაც და ეს 40% იმას მეაკ გინდა რა ვიღაცას. გაიგე? აი ესეთი უნდა გადაესინჯოს ესენი საერთოდ ეს კორუმპირებული თელია დაწესებულები უნდა დაიხუროს. ციგნი უნდა იყიდოდეს მაღაზიებში. გაიგე, თავისუფლად უნდა იყიდებოდეს ციგნი. ეს არის ჩემი შვილი ნიკოლოზი. გვარატკვიციანი.
ხო და ერთი სული მაქვს რომ აი ეს ყველა ამიტომ გეუბნები სოფლის გამოგან მოუხრებელას თავს ძალიან გავიდა ოღონდ შვილებში და ხო კი და იქ ბუნებაში ძალიან გავიდა ისწავლე გადო ახლა შეხარ სკოლაში ოპერალის ყოვლის ჯამთელობა საჭირო ჯამთელი უნდა იყოს და მე ციგნი უნდა იყოს შენი მეგობარი ამეთ ცოდნა იმარჯებს ყოველ გინი რავი ჯამთელი რავი დედნიერი ვენი კარგი მომავლისად ვცდილობ ჩვენ ყველა მამები ბიძები დედები კარგი ჩავა ვენიში დროზე ახლა კაცო ტელევიზორში პატარა ბიჭი ვარ რადოსემ ყორაში პატარა ბიჭი ვარ რადოსემ მიდესებია ყორაში პატარა ყველა კიდე აბა სკოლიკა პატარა ვარ ბიჭუნი ახტავაზაჩე გაკუჭავაძა შემოხები ვაჯამ შემოვარდი ბიჭუნია ბებია გავაზა